გამარჯობა, მეგობარი, ისევ თქვენთან არის და ისევ კლინიკა ბუნებაშია. ისე გამოვიდა, რომ ამ კლინიკაში უამრავი ვიზიტი მქონდა, უამრავ თემაზე ვილაპარაკე არაერთ ექიმთან, მაგრამ თავარი ექიმი გამოვარჩა. მოგესალმებით. გამარჯობა. დავით ნანობაშვილს მივესალმები, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ ალერგიებზე. Zanaktuალური თემა მეგონი 21 საუკუნეში. არის, კი, და მსმენია რომ არის ადამიანები დამთავრებული ცხოველებით. კი ბატონო. ეს როგორც უკვე ავტოფობა კი არ მიიღება, როგორც ყოველდღიური ცხოვრების წესი. ხო. რაღაც ეგრე მიიღება უკვე, როგორც კლასიფიკაციას დამტყობად ვერ განიხილავ. და ძალიან ხშირია ადამიანებშიც, ცხოველებშიც. მაშინ აქვე გაჩენილი შეკითხვას დაგისვამთ, ეს არ იყო ასე? ასეთი რაოდენობით როგორც მე ვიცი, არა. მე გეუბნები წინა საუკუნეში და 21 საუკუნეში ჩვენი ამბავი არის და ჩემი სტატისტიკით გეუბნები, ჩემი საკუთარი სტატისტიკით, რომ ყოველწლიურად ალერგიების რაოდენობა მატულობს. და ალერგენებისაც თავისთავად. აი მაგის მიზეზებზე და შედეგებზე სალაპარაკოთ მოვედი ზუსტად აქ და მადლობა რომ აი სამუშაო გეტყობათ რომ დაკანცულდა დაგიხართ სამუშაო დღის მერე, მაგრამ საერთო საქმისთვის ცოტა ხნით რომ მოიცალეთ ჩვენთვის დიდი მადლობა. რადგან ალერგიებს ვლაპარაკოთ, მოდი გამოვატოთ რა ისეთ ალერგია და ხალხი გქონდეთ. მაგრამ სანამ მანამდე მივალთ, ერთი შეკითხვა მაწუხებს, რაც აქ დავდივარ მას მერე. Facebook-ზე თქვენ გვერდს რომ მოძებნი. ვეტ ვიცი რას ნიშნავს, კლინიკა ვიცი რას ნიშნავს, ბუნებაც ვიცი და ეს აბ რა არის წინ. სამაშიო მეც არ ვიცი. AB რატო არის, არ ვიცი, ეგრე მოყვადა და დავტოვე და აღარ შეგვიცვლია უბრალოდ. ესე იგი არ ვიცით აბის ნიშნავს. ესე იგი Facebook-ზე რომ შედიხარ კლინიკის გვერდზე არის აბ ვეტ კლინიკა ბუნება. AB აბრევიატურა რას ნიშნავს, არ ვიცი, ეგ იპასუხე. ხო, არ ვიცი. ალბათ ალერგიებს უფრო გავარკვევთ ვიდრე მაგას დღეს. კაი, დავიწყოთ. ესე იგი მე რადგანაც არ მაქვს ცოდნა მით უმეტეს ამ ვეტერინარული ალერგიების შესახებ, მე გამოვდივარ ახლა ჩემი კითხვებით ადამიანური ალერგიებიდან. ასეთივე, აი, თქვენმა წინდა სიტყვა ფაქტიურად აქამდე მიგვიყვანა კიდეც. ასეთივე ფართო და ასეთივე ყოვლის მომცველია კატების და ძაღლების ალერგიები, როგორც ჩვენი, როდესაც შეიძლება ადამიანს კონდეს ალერგია ნებისმიერ რაღაცაზე. ანალოგიურად, კი ბატონო. და უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ადამიანებში, ადამიანებში თუ სტანდარტული ანტიჰისტამინი მარტივად, ესე ვთქვათ, შეიძლება მარტივად აგვარებს პრობლემას, ცხოველებში იგივე ერთივერთ ვიხელმძღვანელებთ. ანტიჰისტამინის ეფექტურობა საკმაოდ დაბალია ცხოველებში. და მან უკვე დილების წინაშე ვდგებით, იმიტომ რომ სერიოზული მედიკამენტები გამოიყენება, ვიდრე ანტიჰისტამინი. ძალიან ხშირად დასმული კითხვა რა არის ალერგია. ალერგია არის იმუნური სისტემის ჰიპერპასუხი, ძალიან ელისებური, გადაჭრებული პასუხი ალერგენზე და ამით გამოიხატება. და ის მითი, რომ მოდი გავაძლიერო იმუნური სისტემა და მოდი გადაუსხავ და წოთონებს დაუყენებ და რა ვიცი, პრობიოტიკებს მივიცემ და პასუხი საპასუხო რეაქცია ორგანიზმს არ ექნება, ეს არის მითი. ნახეთ, ალერგიების შემთხვევაში პირიქით რაც ვაკეთებ ჩვენ მედიკამენტები თუცა ვერევით ხოლმე, ვთქმუნავთ იმუნურ სისტემას, რომ ალერგენს არ უპასუხოს. პირიქით აწენებს ვაკეთებ ჩვენ, ვთქმუნავ იმუნურ სისტემას, პასუხი არ იყოს ეგეთი მკაცრი ალერგენებზე. და ალერგენები ძალიან ბევრია, ცხოველებში გამოხატული არის სამძიმეთი ალერგია. ეს არის ატოპიური დერმატიტი, ანუ ყველაზე მძიმე ფორმა, ანუ გარემო პირობებზე ალერგია და უამრავია გარემო პირობებზე, ოთახის მტვერი დაწყებული, ყვავილების და მცენარეების მტვერი დამთავრებული. და მაგისთან მოცილება ცხოველი მოდი არიდე მტვერს, როგორ გინდა არიდო. ჩვენ ყოველდღიური ცხოვრების წესი არის. მეორე არის წყილებზე ალერგია და წყილის ნაკმენზე ალერგია, რომელიც ასევე აქტუალური იქნება დაიწყო ხა სეზონური წყილების და ის მითი რომ მოდი წყილებზე დავამუშავებ და წყილი არ უკმეს ძაღლს, არ არსებობს. არ არსებობს ბაზარზე მედიკამენტი, რომ წყილის ნაკმენისგან დაიცვას ცხოველი. ანუ წყილი მაინც უკმეს, მაგრამ წყილი მოკვდება. ის მეოთხე აღარ უკმეს. ანუ ეს არნიშნავს, რომ არ უკმინა, მაინც მოხდა ინკვენა, მაინც მოხდა ალერგიული ფონი, ანუ მაინც მოხდა ალერგენი, ეს ვთქვათ ორგანიზმში. და მესამე არის საყობისმიერი ალერგია. კონკრეტულ ინგრედიენტზე ან კონკრეტულ ცილაზე ცხოველს უყალიბდება ალერგია. ხალხს წარმოდგენა აქვს, რომ ალერგია უნდა იყოს აუცილებლად თანდაყოლილი. და არა შეძენილი. და ამ დროს პირიქით ალერგიების შეძენილი მეტია, ვიდრე თანდაყოლილი ალერგიები. თუ გამობაში გიყალიბდება ალერგია, რაღაც ალერგენზე, ალერგიული რეაქცია. ის კი დავიბადე და მომიტანოთ ამაზე ალერგია მაქვს. ნახეთ, ვაქცინებზეც რა სიტუაცია შემექმნა ახლა ბოლო ხანებში.
წლები ვცით ედეგე ვაქცინი ცხოველებს, ხო? ნუ გაგოთ ბრენდის ვაქცინა, ყოველ წელს გამოვიყენებთ და იგივეს. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე აკეთებაზე წლების მერე მიუცი ალერგიული რეაქცია. წლები არ ქონია. ანუ შეძენილი ალერგიებია ეს. და ვაქცინა კი არ შეგვიცვლია, არც არ შეგვიცვლია, იგივე ინგრედიენტებია, იგივე ვაქცინა, არც არ შეუქმნიათ ახალი, მაგრამ წლების მერე ჩამოუყალიბდა ამ ძაღლს ალერგია, ან კატას და მერე მის ალერგიული რეაქცია. თუ არის შეძენას შესაძლებელი ალერგიის, მაშინ შესაძლებელი არის თუ არა რამე ისეთის გაკეთება, რომ ეს ალერგია არ შევიძინოთ. რაღაცნაირად ისე მოვამზადოთ ორგანიზმი, რომ ეს გარედან მიღებული ალერგია, ახალი არათანდაყოლილი არამედ ახალი ალერგია არ მიიღოს. როგორ? ისეთ გარემოში ცხოვრობ თუ შეუძლებელია. როგორ? რანაირად? ქვეყანა ალერგენი მიგოს გარშემო, ყოველდღიურ შეხებაში ხარ ალერგენებთან. სახლში თუ ყავთ ოთახში ძაღლი, დიასახლისებს გართულებავთ ქიმიკატებზე. ეგ დაუწერილი კანონია თავეზე ლაპარაკი, ეს ხო ალერგენია ცხოველისთვის, ღებულობს. საკვებზე მე აუცილებლად საკვებს გარდა უნდა ვაჭამო, სნეკები უნდა ვაჭამო, საოჯახო ყვება, ანუ უნდა ვაჭამო, რაც მე ვჭამის, ალერგენებს უმატებ და უმატებ და უმატებ. ანუ ნელა ამზადებ ორგანიზმის იმისთვის, რომ ალერგიული რეაქცია ჩამოყალიბდეს რაღაცაზე. ესე იგი, ჩემ ძაღლებს იმიტომ არ აქვთ ალერგიები, რომ მაინც და მაინც ქიმიებს და არ ვარ გადაყოლილი და სნეკებს არ ვაჭმე. არა, თან გაგიმართლა, თვითონ ეგზემპლი არის ეგეთი თქვენი. და ჯიშობებით ხო, ნუ ჩემი მეტისები არიან და შეიძლება უფრო რეზისტენტულები აღმოჩნდნენ, არ ვიცი. თუმცა მეტისი ძალიან ბევრია და ჯიშიანიც და უჯიშოც და რა ვიცი, მეტისიც და არეულიცაც ვერ გაიგე. თავისთავად. სტატისტიკა არ არსებობს, რომ აბას მეტი აქვს, მას ნაკლები აქვს. ყველაზე ალერგიულ ძაღლებად თეთრი ძაღლები ითვლებიან და სტატისტიკაც ეგეთი არის, თეთრი ფერის შეფერილობა უფრო მოწყვლადია ალერგენებზე. და თეთრი ფერის შეფერილობა, რატომ? რა არის? რამე პიგმენტის პიგმენტის ნაკლებობა აქვს, კი, შავი პიგმენტის ნაკლებობა აქვს და უფრო ესე ვთქვათ, მარტივად თუ შევადაროთ, რაც ალბინოსის ვარიანტი გამოდის და უფრო მოწყვლადი ხდება ალერგენების მიმართ. მე სამწუხაროდ არ ვიცი რა როლი აქვს პიგმენტს ალერგიასთან. პიგმენტი დამცველობითი ფუნქცია გააჩნია მეტი და ფერს უფრო ნაკლები ალერგია აქვს. მზეზეც, მტვერზეც, ქიმიკატებზეც უფრო მდგრადები არიან. გასაგებია. ესე იგი, ხა ფაქტიურად პროპაგანდა გამოგვივიდა შავი ძაღლების შეძენი. შავს თავისი მინუსები აქვს, მაგრამ ჩვენ სხვაში ალერგიებს ვლაპარაკობთ. ყველაფერი ყველაზე არის პლუსი მინუსია, ყველაფერი არის შევარდობითი. თქვენ ჩამოთვალეთ სამი მიზეზი ძირითადი. ესე იგი, გარემო პირობები, საკვები და წყილებზე. და შეიძლება კომბინაციაში სამივე ერთად იყოს. ყველაზე ხშირი რომელია? სეზონური ყველაზე ხშირი არის წყლებზე ალერგია, პირველ ადგილზეა. წყილებზე. წყლის ნაკმენზე ალერგია. იმიტომ ხო აწვის მიუხედავად. აცა კავშირი არის წყლის ნაკმენთან. წყლებზე დამუშავების მიუხედავად. გვაქვს ჩვენ წვეთები, გვაქვს ჩვენ აბები 1000 საშუალება, მაგრამ პრევენცია მაინც ხდება, ანუ დაკმენა ცხოველის წყლის მიერ. რაც არ უნდა გავაკეთო, წყლი მაინც უკმეს ცხოველს. მაშინ რის განიცავს ის ხელმეოთ ვეღარ უკმეს. წარმოიდგინეთ, ავიდა 10 წყილი დღეს ცხოველზე. უკმეს 10-ე მოკვდა. მეოთხეს კიდე 10 ავიდა, ის მოკვდა. მე თუ 10 არ მოვკალი პირველივე დღეს. ხო არის, არც კი არ მივიღებ, უკვე ვიღებ. გამრავლდება, კი ბატონო. მე 40. მე დაიწყებ გამრავლებას, უკვე წყლებში მოვიცავ. რაც უფრო ალერგია გენი ნაკლები იქნება, ალერგიული რეაქციაც ნაკლები იქნება თავისთავად, ლოგიკურია. კარგი. ეხლა მაშინ ჩვენი სპონსორის Nutrimax სპეცის შეკითხვა მაქვს. არის თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ძაღლების და კატების ყველაზე ალერგიული და ყველაზე ნაკლებად ალერგიული ჯიშები თუ კი ასეთი რა არის? მაგო დავასახელო ჯვარზე გამაკრავენ, ჯერ გავჩვენე. ჩემ ბოლო ეთერი იქნება. არა, ობიექტურად თქვენ როგორც ექიმს და როგორც ვეტერინარს რაღაცა ხო გაქვთ დღის წესრიგი რომ და ეს გროვდება მე ეს მასალა უყურებთ და აი ამდენი ჯიში შემოვიდა უმეტესად ალერგი. აბრახოცეფალები თეთრი ფერის. მოკლედ ცხვირიანი ძაღლები. კი, ვიცი. ინგლისური ბულდოგები, მოპსები, ფრანგული ბულდოგები, სასტიკად ალერგიულები არიან ხშირ შემთხვევაში. კატებში? კატებში თეთრი კატები. ანალოგიურად. ესე იგი, დათო ექიმო, მე არ ყოფილვარ არც ერთ ვეტერინართან აი ესეთი საუბრის დროს, რომ ბრაქეოცეფალი არ ეხსენებინოთ რაღაცა ცუდ კონტექსტში, რომ ის ჭირს, ყველაფერი ჭირს. სამწუხაროდ ადამიანის ჩაერია, ყველაფერი გაანადგურა და რა. ადამიანის ხელია ჩარეული გამოყვანაში ჯიშის. თქვენ გინახეთ ადამიანი ბუნებაში ჩარეული იყოს, რამე კარგი მიიღო? როცა ბუნებაში ერევი, ყოველთვის ღებულობს აწინააღმდეგოს. გასაგებია. ერთი ამის სახით ადამიანი ჩაერია ბუნების კანონში და რამე სწორად დაალაგა. რამე გააკეთა სწორად. ყველაფერი დაანგრია. დაწყებული ეკოსისტემით. ყველაფერს ანადგურებს. ადამიანის ბუნება თქვათ ეგეთი რა ვიცი, აგი პასუხოთ. კარგი, მაშინ რა გავაკეთოთ ალერგიების საწინააღმდეგოდ პრევენციისთვის? რა შეიძლება ადამიანმა გაუკეთოს თავის შინაურ ცხოველს, რომ ეს რაღაცნაირად შეამციროს მაინც რისკი?
პირველ რიგში ალბათ ადგილზეაც დავაყენებთ ის არის კვება. არ შეიძლება რომ მრავალფეროვანი საკვებით მრავალი ალერგენები ვაძლევოთ ცხოველებს, ალერგიული ყავს ცხოველი. უნდა გავარკვიოთ რომელ თუ კვებითი ალერგია გამოიცხოთ დიეტა დავნიშნოთ. გამოცხადი დიეტა რას გულისხმობს? საკვების ალერგიას გულისხმობს. რაღაც კონკრეტული ერთი ცილა, რომელიც ცხოველში არ მიუღია ცხოველს. გადაყვა სპეციალურ საკვებზე, ან ჩვენ მომზადებთ იმ ცილისგან, რომელიც ცხოველური ცილისგან, რომელიც ცხოველში არ მიუღია. 2-3 თვე შენ გამორიცხო ალერგიული რეაქცია თუ არა საკვებზე 2 კვირა საკმარისი არის, არც 3 კვირა, არც 4 კვირა, მეტი ხანი. ამ ქართველებს როგორც წესი 2 კვირა შედეგი თუ არ დაიდებს, შენ საკვების ბრალი არ არის. მაგრამ პარალელ რეჟიმში ბებიამ, პაპამ, ბაბომ არ უნდა აჭამოს რაღაცა ცხოველს. ალერგენს გრამ შეჭამ თუ 5 კილოგრამ შეჭამ, ალერგიას მაინც მოგცემს. როცა გადაყავს ცხოველი გამომრიცხავ დიეტაზე, კატეგორიულად იგრძელება რამის მიცემა. უახლოესი 2-3 თვე, რომ გაარკვიო კვებითი ალერგია გაქვს თუ არა. ეგ პირველ რიგში წყლების დამუშავება და მოხდეს სისტემატიურად. ის კი არა რომ მეზობლომიჩია რაღაცა, მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული დოზირებებით და სქემით და ინდივიდუალურად ყველა ცხოველებში. მესამე ფაქტორი, ბანაობა ინტენსიურად ხდება ცხოველების პროფესიონალური კოსმეტიკის გამოყენებით. რო ალერგენები კანზე რომელიც მაქვს, ესენიც მოვაცილო. გადაჭარბებული ბანაობა ხომ არ გაჭარბებულში გააჩიას გულისხმობთ. ნუ აი რაღაცა მე რაც მომისმენია გუმერებისგან და ამ გავსი პროფესიის ადამიანებისგან თვეში ერთხელ კვირაში ერთხელ შეაძლებელია, მაგრამ უნდა იყოს პროფესიონალური კოსმეტიკა. ანუ უნდა შეარჩიოთ თქვენს გრუმერთან, თქვენს ვეტერინართან და კონკრეტული პროფესიონალური ხაზი, რომლის ინტენსიური გამოყენება შეიძლება. გარდა შამპუნის ეგ არის კონდიციონერები, დამარბილებლები, ლოსიონები და ასე შემდეგ. ანუ უნდა აიწყოს სქემა. ესე გაწავედი რაღაც შამპუნი ვიყიდე, ვაბანავით, მაგას ვიდა ეგრე არ არის. და ყველა ჯიშისთვის და თვლის სტრუქტურისთვის და ალერგიული ძაღლებისთვის ინდივიდუალურად ინიშნება კოსმეტიკა. ერთი გაიდლაინით ვერ მიუდგები ყველას. კვების ერთფეროვნებასა და მრავალფეროვნებაზე მაქვს შეკითხვა. ჯობია რომ ერთი და იგივე საკვები თუ კვებოთ სულ თუ ხანდახან ვუცვალოთ ეს. აი მაგალითად ჩემ ამბავს მე რაღაცა საკვებს რო ვაჭმევ, ვყიდულობ ერთ ადგილას, ხანდახან მივალ და ის აღარა აქვთ. იძულებული ვარ სხვა ვიყიდო. ეგრეთ საკვების შეცვლას არ შეიძლება ეგრე უცებ. თუ საკვებს უცვლის აქვს და ბრენდს უცვლი, უნდა მოხდეს შერევით და ნელ-ნელა გადაყვანა პროპორციულად, იმიტომ რომ მე გამოიწვევ ღებინებას, გამოიწვევ აშლას კუჭის და მე პრობლემები შეიქმნი, არ გამოვა ეგრე. საკვების შეცვლა ხდება ნელ-ნელა და შერევით. დღეს ერთი ვაჭამე, ერთთვის მე მივედი მაღაზიაში გათავდა მეორე ვიყიდე, ეგრე არ გამოვა. და იმისთვის რომ დავუშვათ რაღაცა მივეცით, კარგად შეითვისა ორგანიზმმა, შეიძლება მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ვაძლიოთ, თუ ეს ალერგიას არ აძლევს და კარგად ითვისებს, ხო? კი, რა თქმა უნდა. შესაძლებელია ეს. ტრადიციული კითხვა, რომელსაც ვთვალ ხოლმე, ძაღლებს და კატებს ალერგიულობა თანაბრადაა აქვს, თუ აქაც პრივილეგირებულები არიან კატები? თანაბრად. თანაბრად. კი. და საკმაოდ რთულია სამკურნალოდ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დოზებში ინიშნება სამედიკამენტები, ესე ვთქვათ, იმუნოდეპრესანტები, მარტივად თუ აქვს და იმუნოსისტემა დავთქუნოთ, დიდ დოზებში ინიშნება საკმაოდ მედიკამენტები, რომელნაირად დათქუნო ეს ალერგიული ფონი. უფრო რთულია ძაღლების მკურნალობა, ხო? როგორც მე მივხვდი ხარ. კატის უფრო. კატის უფრო. დიდ დოზებში გამოიყენება ხანდახან, იწევს გამოყენება. რატო დიდ დოზებში ის ხო პატარაა უფრო? ზომას ნუ ფიზიოლოგიაზე დამოკიდებული, მაინც ინდივიდუალურია, მაგრამ ფიზიოლოგიაზე დამოკიდებული. ნახეთ, გაიდლაინში როგორ არის 0.5 მილიგრამიდან 2 მილიგრამამდე. ხო. ვარირებს, ანუ მინიმუმი, მაქსიმუმი 4 ჯერაც გეუნებიან, ეს დამოკიდებულია. გასაგებია, უკვე მანდ. კი, ოსტატობაზე და ინტუიციაზე ამბობ, ხო? ინტუიციაზე მარტო არა, უნდა ააწყოს სქემა, მიუდგე კონკრეტულ ეგზემპლარს. არ შეიძლება რომ ყველას ედეგივე უწერო და უშვა. თუნდაც ყურების ანთება, ამასაც ძალიან ხშირად უმეორდება ოტიტებზე, ძალიან ხშირია, ხო? ოტიტის უმეტესი მიზეზი, როცა ხშირად მეორდება ალერგია, პროქტიტები, რომელიც ძალიან ხშირად მეორდება ცხოველებს, პროქტიტები. ეგეც ძალიან ხშირად უმეორდება, დიდად მიზეზი ალერგია, მარტივად ვაგებს. პროქტიტი არა მეგობრებო, მაგრამ ოტიტზე არის ჩვენ სარხზე ერთი გადაცემა და იქნება კიდეც მითითებული. ალერგიული ოტიტის მკურნალობა და კიდე მაგის რა ქვია, მოყვანა რაღაც ნორმაში საკეთ თემათა საუბრობთ. და წამალს ჩაასხავენ, ძად ჰორმონებს ყურებშიაც მედიკამენტები იყიდება, გავა ერთი თუ ისე ვიგით იმოდიან და წამალმა არ უშველა, წამალ კი არ უშველა. ალერგენი მოხდა ისე და დაგეწყო ხელმეორედ. ალერგია ხო არ იკურნება უიტეს შემთხვევაში, ალერგია არის და არის. ეხლა შემოვიდა ანალიზები ამ ალერგენების დადგენაზე. ალერგენების დადგენის აზრი ანალიზის არის ერთ შემთხვევაში თუ მე ვაქცინას თქვა ეგეწოდებულ იმუნოთერაპიას გამოიყენებ, რომ მე ნახეთ რა იმუნოთერაპია დაადგინე კონკრეტულად რაზე აქვს ალერგია ცხოველს და მე ეს ალერგენები ცედოზით შეყავს ორგანიზმს მიაჩვიო, რომ არ უპასუხოს ალერგენს.
სხვა შემთხვევაში რომ გავარკვიო ოთახის სიტუაციაზე მაქვს ალერგია, თქვათ. შესაძლოა ამოდენ თუ შემეცვლება, მაგრამ თქვა რომ დავადგინე ოთახის სიტუაციაზე ალერგიაზე რა ვშვები? სახნა ვაგდებ ცხოველს? სახს ვიცვლი ას ვაკეთებ. ხო. და კიდე შეაძლებელია 60 თვეში შემეცვალოს ეს მზნობელობა. და ეს ვაქცინაც ეგრეთ წოდებული იმუნოთერაპია საფუძვლიანებულია ადამიანებშიც და ცხოველებშიც. ალერგიაც ცვალებადია. შევა 60 თვეში მოხდეს შეცვლა. ანუ აგიხსენით დააწყიში რომ ალერგია არის შეძენილი. კი ბატონო. მომენტ შემთხვევაში მოხდა რაღაც სხვა რამეზე ალერგიული რეაქცია. ანუ 100%-იანი შედეგები არ აქვს ამ მკურნალობასაც. აი რაც დაგისვით კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო. შეიძლება იმიტომ მიიღოს რაღაცა გამაღიზიანებელი არსებობს, ხო? ალერგენის რასაც ეძახით, ხო? შეიძლება რომ ერთმა და იგივე ცხოველმა აქედან მიიღოს ეს ალერგია იმ შემთხვევაში თუ მისი ორგანიზმი სუსტია და იგივე ცხოველმა თუ მისი ორგანიზმი ძლიერია არ მიიღოს. რაც უფრო ძლიერია ორგანიზმი, უფრო ძლიერი ალერგიული რეაქცია იქნება ხალხო. იმას ვამბობ რომ არ შეიძინოს ეს ალერგია. ინდივიდუალურად ვერ განსაზღვრავს მაგას, ვერანაირ გაიდლაინს განსაზღვრავს აიღებს თუ არა. ორგანიზმის სისუსტე არ ნიშნავს ალერგიისადმი, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობილობას, ხო? არანაირ. არა. სუსტი ორგანიზმი რო აუცილებლად დაიფიცირდება და ძლიერი არა, ამას ვერ არა. ესეთ რაღაცები მინდა რომ მაინც იყოს ცხადად რა, საუბარი. TikTok-ზეა ძალიან გავრცელებული კიდე ვიდეო, რომ თუ გაქვს ალერგია, პრობიოტიკები უნდა დალიო. ეს ფერმენტები პრობიოტიკები ალერგიას უშველოდეს აღარ გვიჭირს. და ამას გამოიყენებენ TikTok-ზე განსაკუთრებით რომ ალერგიების სამკურნალოდ პროპაგანდირებენ ალერგიების სამკურნალოდ და ეს მითია, ხო? ამ შემთხვევაში კი, იმიტომ რომ ყველაფერს ესე მარტივად მიუდგე, რომ პრობიოტიკები მოგიგვალეს პრობლემას, ეგრე არ არის. ეხლა დაიწყება სეზონი. დათბა გარეთ. მაქსიმალურად დაამუშავეთ თქვენი ცხოველები. წყილებზე და ტკიპებზე პირველი. მეორე, თუ არის ცხოველი ალერგიული, მოალიცეთ მცენარეებს და ბალახებს. ძალიან ხშირად საკუთარ ეზოებში, ვიდაც კერძო სახლები აქვთ, წამავენ ეზოებს, მოყავთ მებაღები და წამავენ გალკოური ნივთიერებით, გალკოური კი არა, შყავქიმიკატებით და მე იმ დღეს უშვებენ ცხოველებს იქ. თუ არ მოიწამა მინიმუმ ალერგიული რეაქცია მე ნახეთ, იმიტომ რომ ის ქიმიკატი რაც მცენარეს მოხდა ამის კანზეა. და ალერგიული რეაქციას იმისთანაც მიიღებ, რომ აი ახლა ზუსტად მაგაზე მინდა გკითხოთ. მეც კერძო სახლში ვცხოვრობ რამდენიმე წელია, მყავს ძაღლები, სასიამოვნოა ხასეთ ამინჩი ეზოში დაждდომა, ყვავილები, ბალახი, ჰამაკი, მაგრამ აი ეს მწერები რაღაცა რაც ამ ბალახში არიან, კინკლები, ყოღოები, რაღაცა შემაწუხებლები არიან. რამდენჯერმე მირჩიეს რაღაცა საშუალებები, რომ აი მას დავასხი და ესენი აღარ იქნებიან, მაგრამ ამ ძაღლების შიშით არ ვასხავ ამ მას საშუალებებს რა. ხო, იმიტომ რომ ცხოველი შეხება აქვს მე ამ ყველაფერთან და შეცხოველი მოწამო. მესმის, მაგრამ ის და აი რაც თქვენ თქვით, რომ დავასხად და ცოტა მერე შევიყუდე. ყველა მედიკამენტს გამოყენება, მედიკამენტს თავის ინსტრუქცია აქვს გამოყენების, ამ გამოიყენებ. შეწაიკითხეთ რა წერია Z, ამდენ ვარგისია და ასე შემდეგ. და მე თუ მწერები გავანადგურებ ფუტკარი მოკარინა ბუნებაში. ხო, არა, იმ კონკრეტულ ადგილზეა, სადაც ხო, მაგრამ იმ კონკრეტულ ადგილზე თუ ხეები გაქვს, ხეები დაიმტვეროს, მწერები სჭირდება, არ უნდა გავავდეს. ნაყოფი უნდა მიიღოთ, მწერი გაანადგურე, ბუნება მაგას ვლაპარაკობდი, კოსტა თუ მოვსპე. მე დავჩე მე ადამიანი მარტო დედამიწაზე და მე რას ვიზავ. ანუ არ არის სწორი მიდგომა. ის მწერები საჭიროა. ასაგე. ამან მოვითმინოთ მეგობრებო ყოღოების ნაკმენები. ჩაიცვი, რა ვიცი, სპეციალური კარავი შექმენი, იქ მაგრამ თუ მწერები და ყველაფერი მოუსპე, მე ერთი კითხვა რომელიც ასევე მინდა დაგისვათ, შეიძლება პასუხიც კი აშკარა იყოს, მაგრამ მაინც მინდა რომ გაიჟღეროს. მიუხედავობის შემთხვევაში თუ არ მიუხედეთ ალერგიას, სადამდე შეიძლება მივიდეს გართულება? უკვე მივიღებ ინფექციას, უკვე მივიღებ მეულად ინფექციას, ბაქტერიულს ან სოკოვანს. ან ორივეს ერთად. და რა განვითარება ექნება საბოლოო ჯამში ამას? მასშტაბური ინფექცია, მე სეფსისი და მე დაღუპვა თუ მიხარდა მივიდა საქმე. დაიწყებს კანი დაალყობას. მიიღე დაძინებას ფართის, მე ცხოველი იქავებს ამ ბინძური ბჭყალები და კბილებით. მე შეავს ინფექცია და მიიღებ მე არ უნდა დაუშვა მაგამდე გასაგები. განვითარდეს. ბოლოს ტრადიციული კითხვა, ხომ არაფერი გამომრჩა, რაც უნდა მეკითხა ალერგიებზე და არ ვიკითხე. პრინციპში არა, ეს ანიბანია, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს და სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. და აუცილებლად როცა მსგავს პრობლემა ექნებათ, თვითნებურ გაწობას ნუ მიიღებენ მიმართონ ექიმს. მაგრამ ექიმისგან მოოდინი ნუ იქნება, რომ ალერგია განიკურნება. ექიმების მიზანია, როცა ალერგიული ცხოველია, მისი კონტროლი გასწავლონ და მისი მართვა გასწავლონ. ჩვენ ხო ჯადოქრები არა ვართ. ხო, თავისთავად.
კარგი, ძალიან დიდი მადლობა დათვექიმ, გაგიშვებთ უკვე სახში, თორე ცოტა ხანში უკვე უკან ხართ მოსასვლელი. დიდი მადლობა დავით ნანობაშვილს ასეთი საინტერესო საუბრისთვის, ალერგიებში მე მგონი რაღაცები ვისწავლეთ. მე ვცდილობ ხოლმე რომ რაც შეიძლება მარტივი კითხვები დავსვა, ისეთი როგორიც მეც მიჩნდება და ალბათ თქვენს და რაღაც არ გაუშვა ექიმები სამეცნიერო ტერმინოლოგიაში. მადლობა ამ კლინიკას კიდევ ერთხელ მასპინძლობისთვის. კომპლიმენტი მინდა გითხრათ მაისურთან დაკავშირებით. ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება. მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ, მადლობა NutriMax-ს სპონსორობისთვის. მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, მოიწონოთ და კომენტარები დაწეროთ. კომენტარების საშუალებით მე შემდეგ სტუმარს და შემდეგ თემას ვარჩევ. აბა კარგად იყავით, დახვამდის. გაგზავნებოდეთ. თუ ძაღლს მშრალ საკვებს ხშირად უცვლით, აი სამი რამ რაც უნდა იცოდეთ. პირველი, იმისთვის რომ საკვების შეცვლა სტრესული არ იყოს ორგანიზმისთვის, ახალი საკვები ეტაპობრივად შეურიეთ ძველს. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, თუ ზოგგემრიელად მიირთმევს საკვებს, შეგიძლიათ სრულად ახალ რაციონზე გადასვლა. მეორე, დააკვირდით როგორ ითვისებს ახალ საკვებს ძაღლის ორგანიზმი, როგორია მონელება, ხომ არ უჭირს მარცვლის დაღეჭვა და ასე შემდეგ. მესამე, ყურადღება მიაქციეთ დღიურ ნორმას. საკვები კალორიაში დატანილია ტომრის შეფუთვაზე. თუ ტომრით ყიდულობთ, აუცილებლად გადაამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული დოზირება ძაღლის წონის მიხედვით.